ვიზიარებ. რას კაცო? ჩემმა ცოლმა სარეცხის მანქანა უთო და მაცივარი იყიდა. ახალ. მე რა შუაში ვარ კაცო? შენ ცოლთან წავიდა სტუმრად. აუ. ვიზიარებ. უკაცრავად თქვენთან პარკები უფასოა. მიდიო, თუ შეიძლება რამოდენიმე რომ მომცეთ. სადარის? ვინ სადარის? აი ამის გულისთვის 5 კილოიანი თევზი გამექცა. ბიჭო, ხო ზაფხული არა და როგორც სივა კაცო რა არის, რა მინდები? ო. შენა, კი არ ვარი სურამელაშვილი, ხო იცი შენ? კი კაცო. თურმე ეგეც კი როლინგი დადის კაცო. უცხოენა იცით? არა. გამოცდილება გააქვთ? არა. რაიმე მოლაპარაკებაში თუ მიგიღიათ მონაწილეობა? არა. აბა რისი გაკეთება შეგიძლიათ? სამწუხაროდ არაფრის, მარტო ლაპარაკი შემიძლია. ой, სამწუხაროდ ეს ადგილი უკვე ჩვენთან დაკავებულია, იცით? ჩვენი კომპანიის უფროსი ლევანი მუშაობს ამ თანამდებობაზე. რა უბედურება ამ დილის 6-ზე დარიყო. ბატონო. უკაცრავ აბანოა. არა. აბა თუ სიგით ატოხა. ეკიმო. დიახ. ოპერაციის შემდეგ შანსები როგორი მაქვს? 100%-იანი. მართლა? დიახ. ეს ოპერაცია წარმატებულია ყოველ მეათე პაციენტში. 9 წარუმატებელი გქონდა. მოგოდნენ. თქვენ მეათე ხართ. გამარჯობა, ქალთა კონსულტაცია. იცით რა მაინტერესებს, ცოტა დავიბენი რაღაცებს ვფიქრობდი და ავიჭერი და მუხრუჭის პედალი მარჯვენაა თუ მარცხენა? ძალიან დიდი მადლობა. მადლობ. მე მარცხენა. აი შენ ავილები. მე ჩემი უსაყვარლესი ყვავილები. ძალიან დიდი მადლობა. გიჟდები ამ ყვავილებზე, მადლობა. ძალიან ლამაზია. იცი როგორი ძნელი მოსავლელია? ზუსტად ესეთები მაქვს ეზოში.
უკვე აღარ გაქვს. ისეთი ლამაზი ხარ, როგორც ლაჟვარდოვანიცა. ისეთი მიუწვდომელი ხარ, როგორც ვარსკვლავი. ისეთი შვენიერი ხარ, როგორც ედემი. ვაი, მე რა ლამაზი სიტყვებია. მადლობა. და იმ ბიჭმა რა უთხრა იმ გოგოს? იმ ბიჭმა? მამა სად არისო? ესე იგი გაინტერესებთ სად იყო გუშინ საღამოს თქვენი ქმარი. დიახ. სამსახურში. კი, მაგრამ ტელეფონი რატომ მქონდა გამორთული? უფროსთან იყო შესული და ტელეფონი გამორთო. ღამის 3 საათამდე? აი. მანქანა გაუფუჭდა. აკუმულატორი დაუჭდა. რატომ აზდიოდა ქალის სუნამოს სუნი? მარწყვის ახალი მანქანის აეროზოლი იყიდა მარწყვის არომატით. აგერია. ესე იგი არ მღალატობს? მე აქ ღალატს ვერ ვხედავ. ძალიან დიდი მადლობა, იცით? ძალიან მომეშვა გულზე. ურმესი მადლობა. მადლობთ. ალო. მე ვარ. ხო, იყო, ეხლა წავიდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი დაიჭერა. მარწყვის აეროზოლი უთხარი. ხო, კარგად მოვიფიქრე. ცოტა გავცივდი და ერთი ასპირინი თუ შეიძლება. სხვა არაფერი? არა. გოგოებო, ერთი ასპირინი მოამზადეთ. და მანამდე თქვენ რა გნებავთ? იცით, მე მინდა პამპერსი მინდა 5-დან 16 კილომდე ორი შეკვრა. ფაფები წიწიბურით და რძით. რძე კალციუმით. 3 სოსკა მინდა და შვრიის ფაფა ვაშლით და შვრიის ფაფა ტყის კენკრით. დიახ. ალო. ხო. მოვდივარ. რა ატირებს მაგას? მეორე ატირდა? ვიყიდი ახლა და ამოვიტან რა. ერთი პრეზერვატივიც უთხარით რა. იცით, ჩემი ქმარი 2 საათში სახლში იქნება. არ არის საჭირო ქალბატონო. იცით, ის ალბათ მალე იქნება სახლში. კი ბატონო, მე მხოლოდ მრიცხველის ჩვენებას ვიწერ. ის შეიძლება ძალიან მალე დაბრუნდეს. დაბრუნდეს ქალბატონო, მე ხომ არაფერს არ ვაკეთებ. მე მხოლოდ მრიცხველის ჩვენებას ვიწერ. მე მეც მაგას არ ვამბობ. ის შეიძლება ძალიან მალე დაბრუნდეს. და თქვენ მხოლოდ მრიცხველის ჩვენებას იწერთ.
ცოცხალი ხართ. მე ადექით რა გეხვეწებით რა. სამოდექით ადექით. მიდექი გოგონი ჩემთვის ფეხზე და არ დამაყენეთ. ეხლა როგორ ავდგე? ძალიან ვთქვი რა. მუშაობა მინდა. მინდა რომ ჩემი შემოსავალი მქონდეს. შენ კიდე საშუალებას არ მაძლევ. იმუშავე მე, როდის დაგიშალე? არ დამიშალე, ხო? აბა ის რა იყო, გუშინ. თემური რო გამიგდეს სახლიდან. ხო, ან ერთი კვირის გიორგი ისე შეაშინე, ფანჯრიდან გადახტა და ფეხი აქვს ნაღრძობი. მაგის მერე ხო აღარ მოვა ჩემთან. და რო კითხო, არ მაშინ. ამარაკმა თავი ამატკივა რა. ბიჭო, 100 გრამ ტვინს რომ 500 გრამ სპირტს დაასხავ. აგატკიებს აბანაზე. ჩვენ გადავწყვეტეთ რომ სამსახურში მიგიღოთ. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. რაიმე უცხოენა იცი? დიახ, იაპონური. იაპონური? დიახ, მანდ ჩემს რეზიუმეში ეწერა. რა იცით, თქვენს რეზიუმეში მკერდის აღწერილობის შემდეგ არაფერი არ წამიკითხავს. იცით, თქვენი ანალიზები ვნახე და ყველაფერი ალკოჰოლის ბრალია. რისი? ალკოჰოლის. თქვენ გაიხარეთ ექიმო და ჩემი სიდიდრი სულ მეუბნება რომ არყის ბრალიაო. დამიწერეთ ერთი რისი ბრალია უთხრა ჩემს სიდიდრს. რა საინტერესო. მართლა. კი. აუ, იცი კიდე რა მაინტერესებს, აი, სექსის დროს ქმრისთვის თვალებში ჩაგიხედავს. კი, ერთხელ. კარი რო შემოაღო მაშინ. შენ გუშინ გიოსთან გეძინა? არა, გოგო, რა მეძინა, გუშინ გავიცანე. უბრალოდ სექსი ქონდა და წამოვედი. საერთოდ არ მძინებია. კიდე დამესხი. ექიმი დღეში ერთი კათხის დალევის უფლებას მაძლევს მარტო. მერე 2023 წლამდე გეგმა შესრულებული მაქვს. უკაცრავად მკითხაობა რა ღირს? 112 ლარი. კი, მაგრამ ჩემამდე რო იყო ქალბატონი, იმან 30 ლარი გადავიხადეო. იმას მეტი არ ქონდა. და თქვენ, რაც გიდევთ საფულეში 112 ლარი, ამოიღეთ და მომეცით. 40 თეთრი თქვენთვის დაიდოვეთ. მე რომ მოვკვდები ცოლს მოიყვან? ესე იგი არ მოგწონს ცოლი რომ მყავს? კარგი, მოვიყვან. ჩვენ სახლში? ჩვენს ლოგინში? რა თქმა უნდა არა. ჩემს სამკაულებსაც აჩუქებ? კარგი რა, მოფიქრობ ეგეც სულელებზე რა.
ჩემს მანქანასაც. არა, ტარება არის. გამარჯობა. ძილის წამალი დიახ, რა თქმა უნდა. რა ღირს? 50 ლარი. 50 ლარი რო ძილის წამალში გადავიხადო. რაღა დამაწინებს? თქვენ სესხის ასაღებად ხართ ხო მოსული? დიახ. მე ხელფასი ცნობა მოიტანეთ 2000 ლარიდან. დიახ, რა ეგ არის? ნებით. სხვა ბანკიდან ამანაწერი? კი, აი ეგ არის, წამოვიღე ესეც. პირადობის მოწყობის ასლი? კი, მოვიტანე ესეც. აი ეგ არის. ნოტარიულად დამოწმებული? დიახ, დიახ. უფროსის დახასიათება? უფროს დახასიათებაც მოვიტანე, სხვათა შორის კაი დახასიათება მაქვს ძალიან. ქონების დეკლარაცია? ქონების დეკლარაციაც მაქვს. აი. ნებით. ჯანმრთელობის ცნობა? ჯანმრთელობის ცნობაც მაქვს, კი. სხვათა შორის სრულიად ჯანმრთელი გახლავართ. თქვენ რეზერვში არ ყოფილხართ? არა, ვიყავ რეზერვში, უძინ რომ მითხარით თქვენ წავედი, სხვათა შორის სამი კვირა ვიყავი. აი, ნოტარიული მაქვს საბუთაცი. აი მე იცით თქვენ ნამდვილად მოგცემდით სესხს, მაგრამ დედას გეფიცებით. ეხლა ბანკში ფული საერთოდ არ გვაქვს, აი 1 კაპიკი არ გვაქვს. დედა მომიკვდეს იმ დღეს, უფროსმა ლარი მთხოვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგზავნით. თქვენ ალბათ სარეცხის მანქანაზე ხართ, არა? არა, მე პიანინოს სამწყობი გახლავართ. ой, არა, მე პიანინოს სამწყობი არ გამომიძახებია. თქვენმა მეზობლებმა გამოიძახეს. ამჯერად ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. მე მგონი დეპრესია მაქვს. საერთოდ ვერ ვაკონტროლებ თავს. ყველაფერზე მეტირება. მე მგონი ოჯახის დანგრევა მომიწევს. ვიცი, თქვენ მეტყვით, რომ ეს ბოლოა, რაც შეიძლება ქალმა გააკეთოს, შვილები, ახლობლები, მაგრამ თქვენ ნამდვილად ყოველთვის ძალიან კარგ რჩევებს მაძლევთ, მაგრამ მე მგონი მომიწევს ოჯახის დანგრევა. მართლა ძალიან რთულ სიტუაციაში ხარ. იცი რა ქენი, აი პედიკურის სვეტა რო არის, იმას მოუყევი. ეგ ხო იცი როგორი გამოცდილია? მე უფრო დეპრესია, ნევროზები. ოჯახურ კონფლიქტებს გასაყვარელი ბავშვია. რა ხნის არის? 10 თვის. 10 თვის? აი ბავშვიტო, 10 თვის. აბა ზოგი რო არის 9 თვის, 8 თვის. სამო ბავშვი.